როგორც ცნობილია, შავი ხვრელები იმდენად მკვრივია, რომ მისი მოვლენათა ჰორიზონტისგან გაქცევა არაფერ შეუძლია. თუმცა, ისინი კოსმოსში არსებულ ხვრელთა ერთადერთი ტიპი როდია. შავი ხვრელები ნამდვილად ფლობენ სამყაროს უდიდეს საიდუმლოებებს. წარმოადგენენ რამ მკვდარ ვარსკვლავთა კოლაფსირებულ ბირთვებს. ეს უცნაური ობიექტები განთქმულია ერთი განსაკუთრებული თვისებით, რაც მასში ჩადის უკან აღარაფერი ამოდის. თუმცა ამ ეპიზოდის მთავარი სასაუბრო თემა არა შავი, არამედ თეთრი ხვრელებია. მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტი არის საზღვარი მის გარშემო, რომელშიც შესვლის შემდეგაც გრავიტაციის სიმძლავრეს სინათლეც კი ვეღარ გაურბის. რაც შეეხება თეთრი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს, აქ ყველაფერი პირიქითაა, მისი გადაკვეთა არაფერ შეუძლია. შავ ხვრელს ვერ გაექცევით, თეთრ ხვრელში ვერ შეხვალთ. შესაბამისად, თუ კი შავი ხვრელი მატერიას ყლაპავს, თეთრი ხვრელი პირიქით აფრქვევს. ისინი უნდა იყოს უკიდურესად კაშკაშა და ენერგეტიკული. კოსმოსში აფრქვევდეს რადიაციას წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებლებით. ჰიპოთეტურად ის შავ ხვრელზე არსებული, ასე ვთქვათ, უკან გადასახვევი ღილაკი უნდა იყოს. თუ კი დროს სივრცისა და გრავიტაციის კანონები შავი ხვრელის წარმოქმნას უშვებს, ეს კანონები უნდა უშვებდეს თეთრი ხვრელის წარმოქმნასაც. თუმცა მეცნიერები თეთრ ხვრელს არასოდეს დაკვირვებიან. ფიზიკოსთა აზრით, დიდი ალბათობით, რამდენიმე მიზეზის გამო სამყაროში ისინი არ უნდა არსებობდეს. ერთ-ერთი უდიდესი შეკითხვა, როგორ წარმოიქმნებიან ისინი? ხელ გვაქვს შავ ხვრელთა წარმოქმნის შესაძლო მოდელები, მაგრამ არ გაგვაჩინა მოსაზრება, შესაძლებელია თუ არა სამყაროს დროის უკან გადახვება, რათა ისინი თეთრ ხვრელებად გარდაიქმნას. შავ ხვრელში სინგულარობა არის მთლიანად გარშემორტყმული საზღვრით, რომელსაც მოვლენათა ჰორიზონტი ჰქვია, რომელშიც გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ სინათლეც კი ვერ აღწევს. აქედან გამომდინარე, მოვლენათა ჰორიზონტში მდებარე ობიექტების, მათ შორის სინგულარობის პირდაპირ დაკვირვება შეუძლებელია. ფარდობითობის თეორიის მიხედვით სამყაროში არსებობს ადგილები, სადაც გრავიტაცია უსასრულოდ დიდია და დრო და სივრცე უბრალოდ მთავრდება. ასეთ ადგილებს ჩვენ სინგულარობას ვუწოდებთ. თუმცა აინშტაინიც კი აღნიშნავდა, რომ ფარდობითობის თეორიის ზღვარი იქ გადის, სადაც კვანტური მექანიკა იწყება. სინგულარობასთან ერთად ასევე საინტერესოა სიმების თეორიაც.